გუშინ თუ უყურეთ ჩვენს ვიდეოს, აი ამ პურის აპარატში რომ გამოვაცდეთ პური ბავშვებს ისე ძალიან მოეწონათ. მილენა ხო მოგეწონა? 10-დან რამდენი იყო? და 10-დან იყო აი ამდენი. აი რამდენია? 10, 1 და 2. და აი ესე, 1 და 2. მოკლედ, მეგობრებო, ვაცხობთ პურს. ეს არის აპარატი. ეს არის მისი ჩასადები ჩაშა, ასე ვთქვათ. ეხლა დაგჭირდება ისევ იგივენაირი პურს ვაკეთებ, ზუსტად 3 ჩაის ყოვზი დროჟი. 1 დროჟი რა არის? ზე დრო აპარია? საფუარი დერითედაც პური ესე დიდება. შემდეგ 600 გრამი ფქვილი, უკვე გაცრილი ფქვილი. საგრამეთი. ხო, აი გრამობით უნდა. არა, აი ეს არის. გრამობით უნდა გავზომოთ 600 გრამი. აი მე ისეთი გემრიელი პური გამოდის და ბავშვებმა გააქრეს 15 წუთში. გუდ ნაკლებიც. ნაკლებიც? შენ რით იჭამე? მე კარაქით. კარქით. 300 გრამი დავადო რომ მე კიდე 300 გრამი. ჩაეტევა 600. არა, აქ 300. აქ 300 გრამი და მე კიდე 300. აკერ ეს. ეს 300. ერთ პურს ჩემი აზრით ცოტა ბევრი ფქვილი ეხარჯება. მაგრამ სამაგიეროდ ძალიან გემრიელი გამოდის. მდიესი. კიდე. სადი გაიპარე, სადა? კიდე მაგდენივე. აბა რამდენია? 300. კაი, 1 გრამი რა მნიშვნელობა აქვს? მოდი. კიდე ჩავყაროთ. აჰა, თუ გინდა დამიხმარე. ბავშვებო, ისევ მაგნაირ პურს გიკეთებთ. შემდეგ დაგჭირდება. თუ აი იქ ჩაიყაროს რა მოხდება აი იქ. ნუ არაფერი, მაგრამ ზედ იმაში უნდა იყოს. 1/9 ჩაი ეს ყოვზი მარილი. ერთი და 9. არ გინდა ჭამე რა გთხოვ, ძალიან გემრიელია. მიდი რა გთხოვ. შაქარი? 1 სუფრის ყოვზი შაქარი, მაგრამ ძალიან ბევრს არ ავიღებ. შაქარი. შემდეგ 2 სუფრის ყოვზი ზეთი. ერთი. 2. და 370 გრამი წყალი ხამოვიდან საზომს. აი ეს მოგეწონა პური ძალიან. ძალიან. ასე. და 370 გრამი წყალი. всё, ახლა დავაფაროთ. ავირჩიოთ პროგრამა 02. არა, ეს არ გინდა. menю 02. ავირჩიოთ. აი ეს არის основной быстрый.
ავირჩიოთ XL ზომა არ შეუულია. ზაჟარკა გვინდა წომნაია. სადარი რით უნდა გავაკეთოთ? XL цвет корочки, აქ წერია აგრ цвет корочки წომნაია. ანუ გვინდა 02 პროგრამა, XL ზომის პური და წომნაია ზაჟარკა, ნუ ყველაზე მუქი რო გარედან იყოს მუქი ფერის. დააჭეროთ starts და წავიდა. ახლა ჩავხედოთ აბა რა ხდება. აგეთ უკვე მეგობრებო, შეხედეთ როგორ იზელება. აწი დავაფაროთ და დაველოდოთ ზუსტად 2 საათი. მე ძალიან ადვილია გასაკეთებელი. ამას უყურეთ როგორი თმა გაიკეთა მოტრიალდი. აი ამას უყურეთ თვითონ გაიკეთა აი ეს თმა. შეხედეთ. აი აქ კიკინა გაიკეთა ცოტა გამოწია, მერე ნაცნავი გაიკეთა ისევ კიკინა, მერე ისევ ნაცნავი, ისევ კიკინა და ბოლომდე ნაცნავი. ეს რა გოგო მყავს ეს? ანუ ახლა გეტყვით როგორ. პირველი არის აი აქ რეზინა. აი აქ ყველაფერი იგივე, ამიტომ მხოლოდ ერთ ნაწილს გეტყვით. პირველი არის უნდა გაიკეთო პატარა კიკინა და პატარად გაიკეთო. მერე ის კიკინა უნდა გააკეთო ისე რომ გამოგივიდეს ნაცნავი. შემდეგ აქ უნდა აიღო თმის კიდე ერთი ნაწილი და დაამატო აი ეს ნაცნავი. მერე თმა და ნაცნავი აი აქ არის შეერთებული. შემდეგ აი აქ უკვე ის პატარა ნაცნავი დაშლილია და დანარჩენი თმა ის ყველაფერი ერთად შეკრულია დიდ ნაცნავში. ვაუ, რა მაგარია დედა. და მეორეც ზუსტად იგივე. სუპერ დედა, ეს ყოჩაღი გოგო თვითონ რო ილამაზებს საკურთალ თავს. ძალიან ბევრი თმის ხოთხანარი გაკეთება ვიცი. და თუ გინდა ზოგჯერ გაჩვენებთ ხოლმე როგორ რა გავიკეთებ. თქმა უნდა გვინდა. წავიდეთ გარეთ ხო? ამას შევხედოთ. საათი და 52 წუთი. ნელო გირეკავს ვიღაცაც რომ იკეთდება, წავიდეთ. არ შეიძლება გაციება, არ შეიძლება. როდესაც ჩავალ ბასეინში, მაგის მერე რომ ამოვალ თმებს გავიშობ და გაჩვენებთ როგორ გავიკეთებ ულამაზეს თმებს. მაგრამ ალბათობით აი ესეთი არ იქნება, სხვანაირი იქნება და არაშეულებრივი. მართლა? ხვალ გაიგებთ როგორი თმა უნდა გავიკეთო. რა მაგარია. აქ გამოვქრი. აქ ახლა მაზი გოგოჩი. წამოდით გარეთ. Okay, let's problem and do. აბა. აქ ანა. აქ კირი კეთდება საზამთროს მურაბისთვის. ანა, let's go. ო. აი საზამთროს მურაბა უნდა ამოივლოს ამაშიდე. თუ იყოს ხრაშუნა და მაგარი. წამო. ჩემს გამოვკარ მე თვითონ უფრო კარგ დამჭირა. დედა ველოთი შეძებ კაბათი უფრო სწორად. მოიცა შვილო მოიცა. ცოტა გამოიწე. არა უშავს შევა ისევ. მოდი დე. მელო შენ წამოიღე შენი ველო, მიდი. მიდი დაგიჭერ კარს, მიდი. ყველა ერთად ველოზე, მიდი. გამარჯობა. მოდი ბავშვებო, მოდით. سلام مادی بامبیکتونی میلنا میلنا مادی بامبیکتونی دادا مویتا من کنه باشه به من کنه دارا کشنیه არა მეზარება ცხელა რა
ყურში მითხრა? აბა. არა, კაი, მიდი რა დედა. გაიწე ცოტა გაიწე, გაასწოროს. უზუნი კოპიცი დამიწირე. ჯოხი დავიპოვო. На копится. Зачем тебе Джохи? Джохи, зачем, швило? Там паутинки. Я бро мелაკუდას ფერია ქაემლე. Ка, мелиас гავს. სკუდზე თეთრი რო აქვს ბოლოში. ხა. არ ცისდება ეს. პატარა დინგუცელა ის ხო? პატარა გორმუცელა. პატარა გორმუცელა მელაკა. თხოვე. არა, დედა რა, არა. მოდი დაჭიქი ჩხარა. მიდი, ნუ მაიმუნო ფახლა. ცუგო. გამარჯობა. ცუგო გიზი გადარეული ცუგო. თემუკა, შენი ძმა კაცია ხო? არა, კრუტია ჩემი ვაკაცი. კრუტი. დემე გამოდი გარეთ, გამო. ჩემი ლეპუცარი. ხო, აბარა, ყველასია. დაიძი, ამბელოდან ერთხელ გამომივიდა მე თვითონ. რატო? ხელი გტკივა? არა. დაიძი, ერთხელ ამბელოდან გამომივიდა თვითონ ჩამოსვლა. ოჩახ დედა ის. სალომესთან და მილენასთან. ისწავლი დედა აბარა. მოდი მოიცა გავასწოროთ. ორი რატომა ესეშეთ. არ არის მაღალი. გაიზდები, კაი, მომავალწესაც ხუნდა კონდეს კარგად. მიდი. დე კაბაში შეძლებ, დარწმუნებული ხარ? აბა. 1 2 გამიშ. ნელა. ფრთხილად ძალიან. დედა ფრთხილად. მელანო. ფრთხილად ერთმანეთთან, კაი? თემუკა არ შეუშალო, გთხოვ, ძლივს დადიან. არა, იცი რატო გამომეკიდა? აუ. მისმა, ეს იცი რა არის და ესე უნდა გამიკეთო. კაი, არა უშავს, მაგრამ ერთმანეთს არ შეუშალოთ. იცი, ლამაზი ბაჭები. აი ამ ვარც აქვს სასწაულის სუნი, აი ამას. თან როგორი განლაგება აქვს მაგის ფოთლებს. აი თუ ვიმეს გიჭამიათ ბავშვობაში ვარდის მურავა. ბავშვობაში კი არა, რა ვიცი. ვიღაცა ეხლაც აკეთებს ალბათ. მაგის სუნი აქვს და მაგის გემო აქვს ზუსტად. აი მე სასწაული. ხანდახან მინდა ხოლმე რომ რამდენიმე ვიდეო დავდო დღეში, მაგრამ ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ ინტერნეტი არ გვივარგა. მიწევს ჩემს დეიდაშვილთან მისვლა, რამდენიმე სახლის იქით ცხოვრობს, კიდევ კარგი ძალიან შორსაც არა. იქ ვტვირთა ვიდეოს, რადგან იმას უკეთესი ინტერნეტი აქვს. და მე მოკლედ ისევ მომაქვს სახში და რაღაცა რედაქტირებას ვაკეთებ იქით აქეთ. თუ არა ჩვენთან ვიდეო ვერ ტვირთება, ვერ იტენება უნდა მეთქვა. იმიტომ რომ ძალიან ნელი ინტერნეტია, ალბათ შეიძლება მაგიტომაც რომ ბავშვებიც ბევრნი არიან და ფაქტიურად საღამოსკენ უკვე ყველა ტელეფონში ზის, იმიტომ რომ ძალიან დაღლილები არიან მთელი დღის განმავლობაში და მოკლედ რა ვიცი, ხან ფიქრობ რომ მინდა ხოლმე კიდევ ერთი ვიდეო დავდო, მაგრამ აი ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ, ვერაფერს ვეღარ ვახერხებ რა, რასაც ქვია. მოკლედ მადლობა ღმერთს, ამას მაინც ვასწრებ, რასაც ვასწრებ. ასე რომ ვცდილობ ყველანაირად რომ იმედები არ გაგიცრუოთ და მოგაწოდოთ დღეში ერთი ვიდეო მაინც. იმედია მაპატიებთ. ცოტა ხანში ბათუმში წავალთ და იქიდან ხო რა ვიცი, იმედია ძალიან საინტერესო ვიდეოებს მოგაწოდებთ. იმედია არ მოგბეზდებათ და ახალი საინტერესო კონტენტი იქნება. შარშანაც კი ვიყავით, მაგრამ ახალია და ამ წელს იმედია სხვა რამე აქტივობებიც იქნება ბათუმში და ჩვენთვისაც საინტერესო იქნება და თქვენთვისაც. ამ წელს გეგმაში გვაქვს, არ ვიცი, დელფინარიუმი, ფიქრობთ საბაგიროზე ასვლას, შარშანაც არ გავაკეთეთ ამ წელს, ფიქრობთ მაგის გაკეთება და კიდევ ფიქრობთ ბოტანიკურში წასვლას. ნახოთ აბა. კიდე რა ვიცი, აბა მოკლედ რამეს კიდე მოვიფიქრებთ, ისეთი რამეების გაკეთება გვინდა, რას შარშან არ გაგვიკეთებია. სალომე ებზადება უკვე ჩემთან ბაბიტომი სათამაშოდ. დე, შენ თუ გინდა, შენ ითამაშე, გინდა? ხო, იმიტომ რომ რაღაცეთ მინდა ბავშვები გავართო და სულ რო სახში არ იჯნენ.
ხან ერთს ვეთამაშები და ხან მეორეს. ეხლა ვეთამაშები სალომეს. მე კიდე რომელიმე გამოჩნდება. თემუკა სხვათა შორის კარგად თამაშობს. ასე რომ ნახოთ აბა. აი მეგობრებო. არ ვიცი ჩანს თუ არა. აი ქარი მზის ჩასვლა, მზე ჩავიდა და შეხედეთ როგორი ხაზებია ცაზე. თვალით ისე ლამაზად ჩანს, თითქოს აი ეს ხაზები მოდის აი ეს ზემოთ. ნახეთ აი ეს ხაზები აი. მაგრამ ძალიანაც არ ჩანს. ისე თვალით უფრო ლამაზად ჩანს, იმართლე რომ გითხრათ. ფოტოთი არ ჩანს, და გადავიღებ, მაგრამ აი მე გადავიღებ. ესენი დავაფიქსიროთ, ესენი აი ეს პომიდორი მეგობრებო მოვიდა დეიდა ჩემის ბოსტანში. ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ, 1-300 გრამი ხო იქნება. სურნელი აქვს ასწაული. ფერი აქ არა ჩვეულებრივი და გემო კიდევ უკეთესი. ეს ერთი. აი ამას შეხედეთ, ეს კიდევ უფრო დიდი. აი ამას შეხედეთ, ერთი, მეორეზე ლამაზი და უკეთესი. თან ისეთი ტკბილი პომიდორია, ისეთი გემრიელი. ხვალ უნდა დავიჭრა ხახვით და ზეთით. ხახვით და ზეთით მიყვარს. სვანური მარილით. სალატი. მაგას პომიდორს დაჭრი ესე და მწონილები და რგოლებად დაჭრილი ხახვი და კარგად დაჭყლეტილი მიორიც აი ესე აღმოურია. მიორი არ მისინჯა ხახვთან კიდე მიორი. ძალიან უხდება და მე ქილაში ძდებენ და აი ესე ჩაბასტურმებული პომიდორი ძალიან გემრიელია. მაცივარში ჩაციებული. ეხლავე ესენი ჭრიან. იგოს აბრა შურჩხელების გასაჭიროა. ჩურჩხელებისთვის. ხარ გაკეთდება ჩურჩხელები აგენ. მე ვიყიდე ერთი პარტია თელავში და არ იყო მაინც კარგი და მეორე პარტია შევიმარაგით შევუკვეთეთ და ძალიან გემრიელია. და ვიცი ესე ამბობენ ახლა დავტესტოთ. ის არ იყო. კი ამბობენ გემრიელია, მაგრამ ხომ უნდა ნახოთ. ეს ჩვენი პური გამოცხვა მეგობრებო. გამოცხვა? ავხადოთ 1-2. ამე ხელი. ძალიან ცხელია. ხადო მინდა. აჰა. გამოდია ცხელია სა? გარაში ძალიან ცხელი არ მოგიდო ხელი საერთოდ. მოიცა თეონა გადმოიღებს, გამოიწია. ეხლა ის უნდა გავაცივოთ. გამოვაერთოთ. ნამ. რა ლამაზად იწევა ხოლმე ზემოთ. ხო რაღაცაზე, აი რკინის სიმაზე, პოდნოსზე. თეთრი როა. ემალი როვანი. ო, თუნდაც ეგრე. და ჯობია რეშუტკაზე დადოთ, რომ გამოიერებთ, იმიტომ რომ დაორთქლდება, მე ცხელია და დაბლა სველდება. ოპა უნდა ქნა. მე ხელი არ დაგიწოს. აბა ვნახოთ, ისეთი კაი გამოვა თუ არა. ამჯერად მარტო მე ჩავაყარე ყველაფერი. არასოდეს სხვა დროს არ ჩამიყრია. უსო თითქმის თეონა აკეთებდა ხო თეო? აი მედია, მე მგონი გამოვიდა, იმიტომ რომ ზემოდანა კარგია. დერე უგეთქცე. გადმოვარდეს. ой მე. კიდე ქენი, მედი. კიდე ქენი, დანით. აბიდა. ანასაბუდა. ой მე. ну меро. Наоборот, в эту сторону поверни. მე მიყვარს ყველაზე ძალიან თუ შენ? მე უფრო. ხალ გამოაცხობთ? კი, თუ გინდა გამოვაცხობ, რამდენიც გინდა? მოგინდება ხვალიც? ხვალ მითხარი თუ მოგინდება გამოვაცხობ. ძალიან მარტივია თემური. ნახე რა კარგია, ხო? მადლობა. კაი, შებრაწული თემუკა ხა ვაცადოთ ცოტა ხან 1-15 წუთი რა, თორე შიგიდან ძალიან ცომი იქნება. ძალიან ცუდი?
ცომი. შეგვამდილკაჭი. აი ეს ხრელი იმიტოა ხოლმე რომ აქ შიგნიდან აქ ფორმას დანა. ის დანა ტრიალებს აგერ ხო ხედავთ? ის დანა ტრიალებს და იმით ზილავს ცომს. აი შეგედეთ. ცხელია, ისეთი სიცხე გამოდის ახლა აქედან. ვა, ძალიან გემრიელია. ძალიან ლამაზი გამომივიდა. პირველად. აბა, ესეც ვნახოთ შიგნიდან ეს როგორია. არის პულსაჭრილდანა. არ ვიცი. ეს ჭრის მაგრამ ის კარგი უკეთესია. ნამ. აი აქ კუშიცავით. ხელი. ხო და სკუშისავით რო არის, იმიტომ უნდა დაიცადო სტახანი. კამილე მადრე უთხრა და სკუშისავით. იმდენად ქოფიკია, როდენად იჭრება. აჰა, ესეც მშვენი ერია. ცოტა სიც გაგინდეს კიდე. ო, აბარა. ნალავინჩ. ხელი, ცოტა ხანი, 5 წუთი. კირში უკვე ჩაყარა. საზამთრო შეხედეთ რა კარგი სქელიკანი აქვს. და დეიდა ჩემი ამბობს ზემოდან რო ეს საზამთროს წითელი ნაწილაკები აქვს, ეს წითელი კანი რო აქვს დარჩენილი, უფრო გემრიელი არის ხოლმეო. ასე რომ, აი ესე მეგობრებო, ეხა გარეცხავს. წყალს გადაავლებს. და რამდენადაც ვიცი, მე შექარი უნდა დააყაროს, მოკლედ ვნახოთ, აბა მე მგონი დღეს იზავს. და წყალი ისე რომ დაფაროს, ავადუღო ეს წყალი საზამთროები წამოვადუღო 1-5 წუთი, ის წყალი უნდა გადავღარო. მერე 1-3 ჩაის 1-3 200 გრამიანი ჭიქით პესოკით ჩავყარო, წყალი ისე იმდენი რომ დაიფაროს, წამოვადუღო 10 წუთი ვადუღო, ისიც გადავღარო. ისინი საზამთროები თუშფალანგზე უნდა ამოვიღო. მერე უკვე 4 კილო პესოკისგან და წყლისგან 1-2 ლიტრი წყლისგან გავაკეთო სიროპი, წამოვადუღო, იმაში ჩავყარო საზამთრო და ვადუღო გზაობამდე. ეს ყველაფერი ხვალ გაკეთდება? დღეს ავადუღებ ერთხელ. ერთხელ ავადუღებ შავიან წყალში, ერთხელ შაქრიან წყალში, რომელსაც გადავღრი, მერე სიროპში წამოვადუღებ 10 წუთი და გავანებებ თავს. დენი რამე თუ უნდა და ნახდათ არ ვიცოდი მეორე თუ ვეღარ გეტყვით ვერაფერს ჯობია ისევ თავიდან გადახვიოთ. შანსი არ არის ვერაფერს ვერ გეტყვით. ნელო მადლობა. ვერ ვიზავ. მოგეთ მეგობრებო, იმედია ყველაფერი გაიგეთ, თუ ვერ გაიგეთ თავიდან გადახვიოთ. მე არაფერი არ მომთხოვოთ. ბევრი ლაიქები, ბევრი კომენტარები. მადლობა ნელოს. მე კიდე წავედი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხით და ლაიქეთ და კომენტარეთ და რა თქმა უნდა, ხვალინდელ დღესაც უყურეთ, ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება ხვალიც დროებით.